მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის სმენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ანუ 16-22 ოქტომბრის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ პროგნოზებს. რა ტენდენციებია მოსავალდნელი ამ პერიოდში და სწორედ ამ თემას შევეხებით და უპირველეს ყოვლისა მოდით აღვნიშნოთ, რომ დედამიწა შედარებით დადებითი ენერგოველში გადადის, ეს კარგია, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ 14-ში ჩვენ გქონდა მზის დაბნელება რთული დღე, ხოლო 28-ში მერე გველის 28 ოქტომბერს მთვარის დაბნელება. ანუ ჩვენ გავდივართ ეგრეთ წოდებულ დაბნელებების დერეფანს, რაც საკმაოდ რთულია საფასურისგებლოა, იმიტომ რომ გარკვეული კოსმიკური გამოცდა ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისათვის, თავდაჭერაზე, მოთმინებაზე, წინდახედულობაზე, სწორმოქმედებაზე, შესაბამის არ დაშვებაზე, არაკონფლიქტურ ტენდენციების შექმნაზე და ასე შემდგომ. ამიტომ დაბნელებების ეს დერეფანი ყოველთვის გარკვეული, ასე ვთქვათ, გამოცდაა ყველასთვის და კარგია, რომ დედამიწა შედარებით უფრო მშვიდ ენერგოველშია ამ პერიოდში, ვიდრე წინა ორი კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ ახლა ყოფილიყო დედამიწა ორ ენერგოველში, ეს გაცილებით გაართულებდა ამ დაბნელების დერეფნის გავლას. მაგრამ მაინც ყველა ნიშნავს მეტნაკლებითი სიფრთხილე წინდახედულობა მმართებს ამ დაბნელებების დერეფნის გავლისას, რაც ითხოვს ყველასგან სიფრთხილეს, რათა აქ შესწავლები არ დაუშვათ, პროვოკაციებს არ ავყვეთ და ცდუნებებსაც არ ავყვეთ. ერთი მნიშვნელოვანი თარიღი გვაქვს ჩვენ ამ კვირის განმავლობაში, ეს არის კვირა დღე 22 ოქტომბერი, აქ მერკური გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, რაც ამ ზეგავლენის შედეგად განავითარებს ადამიანთა გონებრივ მონაცემებში, ორგანიზებულობას, დისციპლინაში, უპოვრობას, მიზანსწრაფობას, მოთმინებას, ასევე პრაგმატულ აზროვნებას, ინტუიციას, თუმცა განავითარებს ასევე სიჯუტებს, განავითარებს ეჭვიანობას, განავითარებს ასევე სარკასტულ გესლენ გამოთქმებს და ზედმეტ პირდაპირობას, წყენის დამახსოვრების ზოგჯერ სამგეროს გადახდის სურვილს, ეს ნეგატიური თვისებები, რაც ქვია ეთხოვენ მაქსიმალურ კონტროლს, როგორც ხელის შემშელი ფაქტორები წინსვლისა, ხოლო დადებითი თვისებები ამ მოვლენისა მაქსიმალურად წამოვწიოთ წინა პლანზე და გამოვიყენოთ. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და ტენდენციებს, რომელიც მათთან არის დაკავშირებული ამ კვირის განმავლობაში, დავისკოთ პირველი ზოდიაქოს ნიშნით, ეს არის ვერძი. როგორ იქნება ეს კვირა ვერძთათვის ენერგოტონუსი, ვერძი აქ არ უჩივის, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ამიტომ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიულია, მოდი ასე ვთქვათ, შეუძლია კარგად გამოამიღოს უშიშარი მებრძოლი სულისკვეთება და ამასთან ერთად მართალია შედარებით უფრო მშვიდია ეს პერიოდი ვიდრე წინა კვირა, მაგრამ ამავდროულად ის მოგცემს საშუალებას, რომ ობიექტურად შევაფასოთ მოვლენები და სწორი ტაქტიკა დავსახოთ, ასე ვთქვათ, მოქმედებისა. ამავდროულად მოვერიდოთ ამ კვირის განმავლობაში ფინანსურ ოპერაციებს, ყველა სახის ყიდვა-გაყიდვას, ხელშეკრულებების დადებას და მოლაპარაკებებს. ყოველივეს შეიძლება არ წარიმართოს ისე, როგორც თქვენ ეს გსურთ, ან არ მოგცეს ის შედეგი, რომელიც იმედი თქვენ გქონდათ. კარგია ეს პერიოდი შემოქმედებით ნიჭის დონარის გამოსავალი და მნიშვნელოვანია იგი იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ პარტნიორული ურთიერთობა, ჩვენს პარტნიორული თანამშრომლობა. კარგია თქვენთვის ამ კვირის განმავლობაში 18 და 22 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვები და არ ვარგა 20 ოქტომბრის დღე, ეს რიცხვი უმჯობესია ამ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი არ დავგეგმოთ და ამ რიცხვთან ვიყოთ ცოტა ფრთხილად ამ კვირის განმავლობაში, ნაკლებად განვეკაროთ იგი. რა შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნით დავადევლებს, ამოვშევთ, რომ თქვენთვისაც ეს კვირა შედარებით უფრო მშვიდი იქნება, თუმცა გახსოვდეთ, რომ მაინც ენერგოტონუსი დაბალია, შეიძლება თქვათ გაცივდეთ, გადაიღოთ, ამიტომ ჯანმრთელობას მიაქციოთ ყურადღება და ამასთან ერთად უფრო მეტად შესაძლებლობა მოგეცემოთ, რომ გაარკვეთ საკუთარ თავში. ეს ის პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ კარგი ურთიერთობები, ხო შემთხვევაში დიპლომატიაზე დაყრდნობით, ასევე ხელმძღვანელ პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში, ასმეტად გაუმჯობესებს თქვენს რეიტინგს და პროფესიონალური წინსვლის შესაძლებლობებს და პერსპექტივებს. ყოველდღიური საქმეები აქ ხელში უწყობენ ასევე თქვენი ავტორიტეტის ზრდას. შემდეგი კვირა ამ მხრივ იქნება უფრო მეტად სასიკეთო და პერსპექტიული. კარგია თქვენთვის 16-21 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 18 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც და ამ კვირიდან უკვე ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ თქვენი ენერგოტონუსი, ჯანმრთელობა უმჯობესდება. და რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დავადევლებს, ტყუპები ენერგოტონუსს აქ არ უჩივიან, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია და ეს ის პერიოდი, როდესაც გონება მახვილობა ახალი ცენტრს უდიდების რეალიზაციის შესაძლებლობა მეტად მოგეცემათ. ანუ ეს პერიოდი შედარებით უფრო მშვიდია ვიდრე წინა პერიოდი, მაინც გვახსოვდეს, რომ გავდივართ დაბნელებების მაცდუნებელ პერიოდს. ამიტომ ეს ითხოვს მაინც ყველასგან, მათ შორის ტყუპებისგან ცოტა მეტ სიფრთხილეს და წინდახედულობას. ამ პერიოდში
მოიცა ასე ვთქვათ, შეიძლება გადახედოთ ზოგიერთ თქვენს გეგმას. და აღნიშნოთ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხელმძღვანელებთან, გავლენიან პირებთან კარგი ურთიერთობების დამყარება, რათა გაამახვილოთ, გააზიაროთ თქვენი პოზიციები, კარიული კუთხით, საზოგადოებრივი ურთიერთობების კუთხით. სხვა შორის უკვე კარგია ეს პერიოდი, თუ ცოტა წინ დახედავთ იმოქმედებთ კონკურსებში, ლოტარეებში მონაწილეობის მისაღებად, პრომეტად ხელშეუწყობს ჯობს იგი პარტნიორულ ურთიერთობას და ამ კუთხით ურთიერთობების გაუმჯობესებას, რომანტიკულ ურთიერთობებს და ასე შვილებთან ურთიერთობა გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აიწევს და უფრო მეტად სასიკეთო იქნება. კარგია თქვენთვის 19 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 21 ოქტომბერი და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნეშტიან დაავადებულებს, ყველია კირჩხიბის ენერგო ტონუსი ნელ-ნელა იწყებს გაუმჯობესებას. ეს ის პერიოდი, რომლის შეუვისას მაინც სიფრთხილე გმართებთ, იმიტომ რომ ეს დაბნელებების დერეფანი ითხოვს ყურადღებას სხვადასხვა სახის ცნებების სახით, იგი მეტად იჩენს თავს და მოვერიდოთ ამიტომ კაპიტალ დამონტებებს, ხვილ საკირლებს, უძრავი ქონების შეძენას, რემონტის დაწყებას, ახალ ბინაში გადასვლას და შემდგომ. თუმცა მაინც ეს კვირა წინაკვირისგან განსხვავებით მაინც უკეთესია ამ კუთხითაც და უშუალოდ ისიც რომ ეს ის პერიოდი, რომლის შეუვისას მოდით ასე ვთქვათ, რომ უმჯობესდება ურთიერთობა თქვენსა და ნაცსავებს შორის. მათი თანადგომა იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგიერთი მემკვიდრეობით საკითხი თუ იგი აქტუალურია, აქ შეიძლება კარგად გადაწყვეტოს თქვენი მხრიდან და წარმატების ფაქტორი თანდათან იდეების რეალიზაციის კუთხით მოიმატებს. კარგია თქვენთვის 16 და 20 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 18 და 22 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც, რომელიც ცოტა ფრთხილად და წინდახედულად უნდა განვლოთ. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნეშტიან დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ სიტუაცია წინაკვირისგან განსხვავებით ცოტა უფრო მეტად მშვიდდება. ეს ის პერიოდი, რომელიც უფრო მეტად ხელს შეუწყობს კონტაქტებს, შეხვედრებს, მოლაპარაკებების წარმოებას, საჭირო ინფორმაციის მიღებას. აქ სხვა შორის ეს პერიოდი კარგია მისთვის, რომ გაუმჯობესოთ ურთიერთობები დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან მიმართებაში. ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, მტოლონთა უმრავლესობა აქ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, გონებამხვილია, კარგად შეიძლება წარმოჩენ თქვენი ორგანიზატორული მონაცემები, ზოგიერთი იდეის რეალიზაციის, ჩამოყალიბების და რეალიზაციის შესაძლებლობაც მოგეცემათ რასწლიანობაში, თანდათან წაწევს თქვენს პერსპექტივებს და წინსვლას. და ყველაზე კარგია თქვენთვის 19 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 17-21 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნეშტიან დაავადებულებს, ეს კვირა უკეთესია წინაკვირისგან განსხვავებით, უფრო მშვიდია, მოდი ასე ვთქვათ, ურთიერთობა უფრო ჩამოყალიბებულია პარტნიორებთან, რაც თვითრწმენას გააძლიერებს ასევე თქვენში, რაც მეტად სასიკეთოა. აღნიშნოთ ისიც, რომ სიფრთხილე გარკვეულწილად უკვე 18 რიცხვიდან მაინც გმართებთ, აი 18-დან 23 რიცხვის ჩათვლით. ცოტა მეტი ტაქტი უნდა განმოავლოთ ურთიერთობებში, იმიტომ რომ ძალაუფლებისადმი მიდრეკილება, ცოტა დიქტატორული ტენდენციები გაძლიერდება თქვენში, ამიტომ სხვა საკუთარ ნებას სურვილს. აი რამაც შეიძლება 18-დან 23 რიცხვამდე პერიოდში ამ თვისებებმა შეიძლება დაწებოს ისე ურთიერთობები. ამიტომ ამ ტენდენციებს მიაქციათ ყურადღება უკვე კვირის მეორე ნახევრიდან, რათა ეს არ გახდეს ამ დაბნელებების დერეფანში ხელი შემშელი ფაქტორი სთლიანობაში უკვე შედარებით სასიკეთო პერიოდის. სხვა შორის შეიძლება ადრეული საქმიდან აქ გარკვეული მეტრიული დივიდენდები მიიღოთ ან თქვენმა იდეებმა, პროექტებმა ასევე გარკვეული მეტრიული დივიდენდების შემოსავლის ზრდის ტენდენცია შექმნან. კარგია თქვენთვის აქ 16-20 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 18 და 22 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნეშტიან დაავადებულებს, მაინც ყველაზე ღრუბლიან ამ პერიოდში სასწორია. იმიტომ რომ მზე გადის ახლა მაინც თქვენ ზოდიაქოს ნეშტიანს, ამიტომ ერგოტონუსი თქვენი მაღალია, სასწორი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ამბიციურია, ფრიად შემოქმედია, მეტად ასე ვთქვათ, წარმატების ფაქტორი მაღალია ამ პერიოდში, ამიტომ შესაძლებლობები უდავოდ გაქვთ მაღალი. ერთ-ერთი მიაქციათ ყურადღება, რომ არ იყო ძალიან მეტად იმპულსური და სულსწრაფი მოქმედებისა და იდეების რეალიზაციისა, რათა ეს არ გახდეს შეცდომის ტოლპასი ფაქტორი. ამუშავოთ ისიც, რომ არაერთი პრობლემა, როგორც სახლში, ასევე სამსახურში შეიძლება შედარებით ადვილად გადაწყვეტეს წინა პერიოდისგან განსხვავებით. ამიტომ ეს პერიოდი შედარებით უფრო მშვიდია და თუმცა უფრო უკეთესი იქნება თქვენთვის შემდეგი კვირა, ესეც გავითვალისწინოთ. კარგია თქვენთვის 19 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 17-21 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც.
რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნეშტედაავადებლებს, ნელ-ნელა როგორც თომასი თქვენი უმჯობესდება, მაგრამ არა იმდენად, რომ თქვენ დავუშვათ აქ მოკიდოთ ხელი გრანდიოზულ საქმეებს, ამიტომ აქტიურობ და ამ შემდგომ, მაგრამ განწყობა ნელ-ნელა უმჯობესდება. ეს ის პერიოდი, როდესაც უკვე იგრძნობთ უფრო ცოტა მეტ სიმშვიდეს, ვიდრე წინა კვირას, მაგრამ გახსოვდით, რომ ფარულ მტრებს არ ძინავთ. ჭორები, ინტრიგები, კონკურენტების ბრძოლა თქვენ საწინააღმდეგო და სხვაფერი აქ საკმაოდ მაღალ დონეზე, ამიტომ ისევ და ისევ ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, ან ძველი საქმე დაასრულოთ, ცოტა მეტად დაასვენოთ ორგანიზმი, არ გადაღალოთ და არ გადათვირთოთ იგი და მეტად ენასწრაფად დააჭიროთ, საიდუმლო დაიცვა და ისე იმოქმედოთ. თუმცა გარკვეული პოზიტიური პერსპექტივები უკვე თვალშისაცემი იქნება ამ კვირის განმავლობაში. ოსგარ იქნება თქვენთვის 20 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 18 და 22 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. მშვილდოსნის ზოდიაქოს ნეშტედაავადებლებს კი, რაც შეეხება აქ ეს პერიოდი უკეთესია უდაოდ წინა კვირისგან განსხვავებით, შედარებით უფრო მშვიდია, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც ვიყოთ ყურადღებით, რატო ფეიკების ალბათობა ჯერ კიდევ მაღალია, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობიდან გადავამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, თუმცა ეს ის პერიოდი, რომ მშვიდობისას თქვენ შეგიძლიათ ობიექტურობის გამოვლენა, საგლოვიკურა ზონების გამოვლენა, რაც გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და ხელს შეუწყობს არაერთი რთული საკითხის გადაწყვეტას. უმჯობესდება ნელ-ნელა ურთიერთობა მეგობრებთან. მეგობრული თანადგომა იქნება ფრიად მნიშვნელოვანი ეს ნელ-ნელა ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ახალი ცენტრის იდეების ჩამოყალიბებას და გარკვეულწილად ზოგიერთი მათგანის უფრო მეტად რეალიზაციას. სასკეთოა თქვენთვის 18 და 22 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგათ 16 და 20 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. დარჩენილი დღეები წარმატების კუთხით საშუალოა. რაც შეეხება თხისქა ზოდიაქოს ნეშტედაავადებლებს, შედარებით წინა კვირისგან განსხვავებით ეს პერიოდი უფრო მშვიდია. დედამიწის პოზიტიური ენერგოველი უწყობს ამას ხელს, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ დაბნელებების დერეფას გავდივართ, ამიტომ თავდაჭერა, მოთმენება, წინდახედულობა ყველგან და ყოველთვის უნდა იყოს სათანადო, რათა ისევ შესტოები გარკვეულწილად არ დაუშვათ. ეს ის პერიოდი, რომ მშობისას ნელ-ნელა უმჯობესდება თქვენი ერგო ტონუსი, თვითრწმენის ფაქტორი, სტაბილურობა და ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც ძალიან მშვიდია ისევ და ისევ ჰარმონიულობა ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან მიმართებაში. თუ ამ ურთიერთობებში მეტ დიპლომატია შემოიტან და არა სიხისტეს და სიჯულტეს, ეს მეტად ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიონალურ წინსვლას განვითარებას და ზოგიერთ საინტერესო იდეის მეტად რეალიზაციას. კარგია თქვენთვის 17-21 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვებიც და არ ვარგა 19 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნეშტედაავადებლებს, ეს კვირა შედარებით უფრო მშვიდია თქვენთვის, უფრო სტაბილურია წინა კვირისგან განსხვავებით, აქ უფრო მეტად შეძლებს ზოგიერთი გეგმების რეალიზაციას, კარიერულ განვითარებას და წინსვლას ეს პერიოდი უფრო მეტად გაუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას. აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს პერიოდი უკეთესია, მაგალითად გზავრობის და მოგზაურობის კუთხით, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით, უცხოეთში სტაჟირება, უცხოეთში სწავლაც იქნება მეტად სასკეთო და წარმატებული, თუმცა მაინც გახსოვდეთ, რომ დაბნელებების პერიოდია. ამიტომ ცოტა ყურადღებით ვიყოთ გარე ფაქტორების, გარე მოვლენების მიმართ, არ დაუშვათ შეცდომები, ნუ იქნებით ზედმეტად სულ სწრაფი განწყობლების მიღებისას მით უმეტეს, რათა ამით შეცდომები არ დაუშვათ, მაგრამ ის რომ ტენდენციები უფრო სასიკეთოა ამ კვირაში ვიდრე წინა კვირის განმავლობაში, ეს თვალშისაცემი იქნება. კარგია თქვენთვის 18 და 22 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც და არ ვარგა 16-20 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა თევზების ზოდიაქოს ნეშტედაავადებლებს, ეს კვირა შედარებით უფრო მშვიდია და უფრო მეტად ხელს უწყობს თქვენი ინტუიციის ზრდას. ამიტომ სწორად ჩვენს უფრო მეტად აკეთებთ, აქ მოდით ეს ვთქვათ, мотивация იზრდება თქვენი და ამავდროულად ურთიერთგაგებერი უყურებ ადამიანებთან ასევე მოემატებს. აქ სხვათა შორის გავლენიანი პირები, უფრო მეტად და პარტნიორები ხელს შეუწყობენ თქვენი ზოგიერთი იდეის რეალიზაციას, და პიროდი ხელს უწყობს თქვენ ზოგიერთი ვთქვათ, ასევე სიტუაციის მოგვარებას, რომელიც იყო დაუშვათ დაძაბული წინა პერიოდში, თუმცა ენაზე ყველის დაჭერა კვლავ აქტუალურია. დაიცავით თქვენი საიდუმლო, ნუ გათქვათ ინფორმაციას თქვენი გეგმების შესახებ, მაშინ უფრო წარმატებული იქნები და შემოქმედებითი კუთხით ეს პერიოდი უფრო მეტად ნაყოფიერი იქნება თქვენთვის. თანდათან უმჯობესდება რა ენერგოტონუსი, გაუმჯობესებს იგი თქვენს ჯანმრთელობას და ასევე გუნება განწყობას.
თუმცა დამნელებლების პერიოდი, ამიტომ მაინც ნუაყვების ზედმეტ ფანტაზიებს და გადამეტებულ თანამშრომლობასაც გამოვავლეთ, რათა სხვებმა ეს არ გამოეკანონ შემდგომ თქვენ და საწინააღმდეგოდ. უას კარგი იქნება თქვენთვის 17-21 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარ 19 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვი. ამ ინფორმაციით საუკეთესო სწავლულებით ასტროლოგიური პრინციპით ვის გაფრთხილებულია, შეიარაღებულია მე ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.